მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი, პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 18. გაუჭიმავი ზამბარის x-ით გაჭიმვისათვის სრულდება ა მუშაობა. რა მუშაობა სრულდება ამის შემდეგ ზამბარის კიდევ x-ით გაჭიმვისას? ხო, პირობის მიხედვით გითხრეს, რომ გაუჭიმავი ზამბა გაჭიმეს x-ითო, შესაბამისად შესრულდა ა მუშაობა, რომლის ტოლი იქნება a x კვადრატ ნახევრის და გვაინტერესებს ზამბარის კიდევ x-ით გაჭიმვისას რა მუშაობა შესრულდება. ესე იგი, ზამბარი გაჭიმეს კიდევ x-ით, ესე იგი სიგრძე გახდა, გამოდის 2x-ი. 2x-ით გასაჭიმად სულ თავიდან თუ განვიხილავთ შემთხვევას, x-ის მაგივრად 2x-ით რო გაჭიმულიყო, მაშინ დაგვჭირდებოდა რაღაც a2 დავარქვათ. a2 ტოლი არის a ჯერ 2x-ის კვადრატ ნახევარი. ეს კი ტოლი იქნება 4kx კვადრატ ნახევრის. ну საიდანაც გვაინტერესებს სხვაობა, ესე იგი დელტა a მუშაობის სხვაობა საბოლოოდ ტოლი იქნება a2-ს გამოკლებული a1. ეს კი ტოლი იქნება a2 არის 4kx კვადრატ ნახევარს გამოკლებული kx კვადრატ ნახევარი, ეს იქნება 3 ჯერ kx კვადრატ ნახევრის. ეხლა თუ გავითვალისწინებთ, რომ აი ეს არის a მუშაობა, ას ტოლი არის, ეს მივიღებთ, რომ ტოლი გამოდის 300. ანუ საბოლოოდ შეგვიძლია დავწეროთ, რომ დელტა a, ესე იგი ზამბარის კიდევ x-ით გაჭიმვისას შესრულდებოდა 3a მუშაობა. პასუხი არის D.